მოგესალმებით, თქვენ უყურებთ მარიამოს vlogs. ბოლო დღეების განმავლობაში არაერთხელ განჟღერდა ნაზი შამანაურის სახელი. ბევრს გაახსენდა მისი ამბავი, ბევრმა კი პირველად აღმოაჩინა ისტორიის ფურცლები და ნაზი შამანაურის სახელი და გვარი. ამიტომ მათ მინდა რომ გირჩიოთ ერთი წიგნი, ქართველი დოკუმენტალისტის შორენა ლებანიძის თუ საჭიროა გათქმევინებთ, ასე ჰქვია ამ წიგნს, სადაც ერთი თავი სრულად ეძღვნება ნაზი შამანაურს. ქართველ ჟურნალისტს, რომელიც საბჭოთა რეჟიმმა ფსიქიატრიულ კლინიკაში გამოკეტა, რამდენიმე თვის განმავლობაში აწამებდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნაზი შამანაური საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი გახლავთ. წიგნში, შორენა ლებანიძის წიგნში თქვენ წაიკითხავთ თუ რამ განაპირობა ის, რომ საბჭოთა რეჟიმი ასე დაუპირისპირდა ნაზი შამანაურს და როგორც ცდილობდა ჟურნალისტი, რომ რაც შეიძლება ხმამაღლა გაჟღერებულიყო მისი ხმა, მიეწვდინა ხმა თანამოქალაქეებისთვის, თანასოფლელებისთვის და ემხილებინა საბჭოთა რეჟიმი, მისი ბიუროკრატია, ემხილებინა ის მავნე ქმედებები, რასაც ის ჩადიოდა. არაერთხელ იყო ისეთი ეპიზოდი, როდესაც მან გაარღვია, ასე ვთქვათ, მილიციელების კორდონი და რაღაცნაირად მოახერხა, რომ რამდენიმე სიტყვა, რამდენიმე რეპლიკა მიეწვდინა დამსწრე აუდიტორიისათვის. მაგალითად, ამ წიგნში არის ერთი ესეთი ამბავი, როდესაც დუშეთი და დუშეთიდან იყო ნაზი შამანაური დუშეთის რაიკომის ყრილობაზე მოხვდა, რომელსაც თვით ედუარდ შევარდნაძე ესწრებოდა. მილიციელების კორდონი გაარღვია ნაზიმ, სანახევროდ მიხურულ კარში შეძრო და ორიოდე რეპლიკის თქმა თუ მოასწრო. პირზე ხელაფარებული ჯიკავით მუჯლუგუნებით გაიყვანეს დარბაზიდან. ამბავი, რის შემდეგაც ნაზი შამანაური დედასთან ერთად ფსიქიატრიულ კლინიკაში გამოამწყვდიეს, უკავშირდება 1982 წლის 14 აგვისტოს ვაჟაობის დღესასწაულს, როდესაც ნაზიმ მოითხოვა სიტყვა, თუმცა მას უარი უთხრეს, მაგრამ მაინც გაიკაფა ტრიბუნისკენ გზა და უნდა წაგიკითხოთ სიტყვა, რომელიც მიკროფონიდან ხმამაღლა გააშხერა. ხალხნო გატყუებენ ლამაზ ფერებში ხატავენ ცხოვრებას. სინამდვილეში კოლმეურნეები დაიმონეს. სასაქონლო გეგმის შეუსრულებლობის მიზნით მოსახლეობას მეწველი ძროხები წაართვეს. რა გვეზეიმება? ვაჟა რომ წამოახედოთ სირცხვილით დაიწვება. აი ამ სიტყვის წარმოთქმის შემდეგ ნაზის და ნაზის დედას თავზე ნაჭერი ჩამოაცვეს და იქვე მდგარ მილიციის მანქანაში შეაგდეს და ამის შემდეგ იწყება რამდენიმე თვიანი წამება, რომელსაც ნაზი შამანაური საკუთარ დღიურებში დეტალურად აღწერს. პირველ რიგში ახლად მისულებს, როგორ აშიშვლებდნენ, შემდეგ ნაშიმშილარს იმისთვის, რომ რაღაცნაირად საკვები ჩაეტენათ, როგორ უმტვრევდნენ კბილებს, როგორ ურტყავდნენ მუცელში, როგორ კოჭავდნენ ზეწრებით და როგორ აიძულებდნენ, რომ სხვადასხვა მედიკამენტები მიეღო, როგორ არ აძლევდნენ უფლებას, რომ იმავე ფსიქიატრიულში გამოკეტილ დედას შეხვედროდა და მასთან გარკვეული დრო გაეტარებინა. აი ეს წერილი მინდა რომ წაგიკითხოთ, გამატიტვლეს ყველას თვალწინ, იატაკზე თმით მათრიეს. ხელფეხი შემიკრეს, მუცელში მცემდნენ, თმაზე მეკაჩებოდნენ, ცხვირზე ხელს მიჭერდნენ, რომ პირი გამეღო, კანი მეწოდა, ტუჩები დამილურჯდა, სახე დამისივდა. ძალიან რთული არის ამ წერილების ემოციის გარეშე წაკითხვა. ეს არის ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია, რამდენიმე ათეული წელი გვაშორებს ნაზი შამანაურის ამბავს, გასული საუკუნის 80-იანი წლების ამბავი გახლავთ, ნაზი შამანაურის ფსიქიატრიულ კლინიკაში გამოკეტვა და მისი დღიურები ფაქტობრივად ერთგვარი მხილებაა იმისა თუ რა ხდებოდა ფსიქიატრიულ კლინიკებში. ამასთან ერთად სახელებით და გვარებით არის ის მედპერსონალი დასახელებული შამანაურის დღიურებში, რომელიც მის წამებაში უშუალოდ იღებდა მონაწილეობას. როდესაც სცემდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ეს ჯერ რა არის, ხომ დაგასისხლიანე, ხომ დაგაწიწკნეთ, დრუნჩი გვერდზე მოგექცევა, აქედან ცოცხალი ვერ გააღწევა. აი ამ რეპლიკებით, ასე ვთქვათ, ყოველდღიურად აწამებდნენ, გარდა იმისა, რომ ფიზიკურად სასტიკად უსწორდებოდნენ მას. 1983 წლის 20 იანვარს გარდაიცვალა ნაზი შამანაური და სეფსისი, აი ასეთი მიზეზი დაასახელეს. ნაზი შამანაურის დედა ფსიქიატრიული კლინიკიდან თავისუფლეს, ასე ვთქვათ, და ბოლო წლებში დუშეთში ცხოვრობდა. ეს არის ისტორია, რომელიც ვფიქრობ, რომ ყველა მოქალაქემ ძალიან კარგად უნდა იცოდეს. ხესმოწყვეტილი ფოთოლივით ვარ და სიკვდილს ნატრობ წერს საკუთარ დღიურებში ნაზი შამანაური. ამასთან ერთ-ერთ ნათესავს ის თხოვდა, რომ დარიშხანი შეეგზავნა იმისთვის, რომ თავი მოეკლათ მას და დედას და ეს არის უახლესი ისტორია, რომლის გადააზრებაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ აღარ გავიმეოროთ იგივე შეცდომა და რეჟიმს არ ყავდეს ისეთივე
მსხვერპლები, როგორც იყო ნაზი შამანაური, განსაკუთრებით დღეს არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და აქ არ ვიქნები ორიგინალური და განსაკუთრებული, რომელიც ვიტყვი, რომ ისტორიის გააზრება პირველ რიგში აი ამაში გვეხმარება, რომ თუ კი იგივე მეთოდებით აპირებენ, რომ ადამიანებს დაუპირისპირდნენ, ჩვენ ეს არ დავუშვათ. ნაზი შამანაური, რომელიც საკუთარი საგამოძიებო ჟურნალისტიკის საშუალებით და ქვეყნის სამშობლოს სიყვარულით ცდილობდა, რომ თანასოფლელების მთიელების ხმამაღლა გაეჟღერებინა, მისი სტატიები დაბეჭდილიყო, მისი ხმა ძალიან მჭექარე ყოფილიყო და დაპირისპირებოდა რეჟიმს. მას ეს არ გამოუვიდა, ფსიქიატრიულ კლინიკაში გამოკეტილი ნაზი შამანაური გავიდა წლები და შემდეგ გმირად გამოაცხადეს და მისი სახელი მიანიჭეს ასევე მის ქუჩას. თქვენ უყურებთ მარიამოს vlogs, გამოიწერეთ ჩემი არხი და რა თქმა უნდა წაიკითხეთ ჩორენა ლებანიძის წიგნი, თუ საჭიროა გათქმევინებთ.